დღეს ბიძინა ივანიშვილის სახლთან არასამთავრობო ორგანიზაცია მედიატორი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამართეს აქცია შენ ხარ სენი დაგვეხსენი. ახალგაზრდებს აქ მოტანილი ჰქონდათ დისკები, სადაც თითქოს და ფარული ჩანაწერები იყო ჩაწერილი სიმბოლური დატვირთვით. ეს დისკები მათ გაანადგურეს და ამით გამოხატეს თავიანთი პროტესტი ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამას დავამტვრევთ და მოვუწოდეთ ხელისუფლებას, რომ მოერიდოს და ერთხელ და სამუდამოდ შეწყვიტოს მსგავსი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერებით, ასე ვთქვათ, მანიპულირებას და ადამიანების დაშინებას ჯობია იფიქრონ იმ საქმეზე, რეალურად რაც არის მათი საქმე. აი შეიძლება ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ვეუბნებით შენ ხარ სენი დაგვეხსენი, ჩვენ ამით ვაპროტესტებთ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟს და მუკარას ადამიანებისას. ჩვენ ვაპროტესტებთ ტოტალურ კონტროლს, ჩვენ ვაპროტესტებთ ტოტალურ მოსმენებს, შესაბამისად ამ ყველაფრის თავი და თავი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ შუშის სასახლეში ბინადრობს, შესაბამისად ჩვენ მას ვეუბნებით, რომ შენ ხარ სენი დაგვეხსენი და დღეს ვაპირებთ რომ დაუბრუნოთ ძილი ამ ადამიანს. ჩვენ დღევანდელი აქციით ვაპროტესტებთ იმ ტოტალურ კონტროლს, იმ დაშანტაჟებებს, რასაც ეწევა ბიძინა ივანიშვილი. ეს უკანას 2012 წლის შემდეგ ეს ადამიანი გახდა საქართველოს სენი, ხოლო დღეს ყველანი ვეუბნებით, შენ ხარ სენი, დაგვეხსენი. ეს დისკები არის კომპრომატები ყველაზე, ჩვენ ვაპროტესტებთ ზუსტად აი ამ კომპრომატებს. ვაპროტესტებთ იმას, რომ დღეს ხელისუფლებას რეალურად აქვს ის მასალები, რომელთაც შეუძლია დააშანტაჟონ და აშანტაჟებენ საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მოქალაქეებს, ეს ყველაფერი დაუყოვნებლივ დამთავრდეს და ამ ყველაფრის თავი და თავი ჩვენი სენი ბიძინა ივანიშვილი დაუყოვნებლივ დაგვეხსნას და წავიდეს ხელისუფლების არაფორმალური მმართველობა.